როდესაც მე მუსკომედის თეატრის რემონტს ვაპირებდი, ძალიან არ მომწონდა გარე ფასადი და ყოღმანობდი, შიგნითაც ისე იყო, რომ ბევრი იყო გაკეთებული და არ ექვემდებარებოდა ისეთ გარდაქმნებს, როგორიც იყო საინტერესო. ასეთ ეტაპზე ქალაქმა გამომიგზავნა ეს პროექტი. ქალაქიდან მოიტანეს, მე მგონი, მაშინ ურთიერთობა მქონდა ისევ ნორმალური. მომეწონა რომ ნახატი იყო და არა ნახაზი. ის ორი გრაფინი, რასაც ამბობენ ახლა, რომ საქართველოს ღვინის ქვეყანაა და გრაფინები ჩვენი სიმბოლოა. ნამდვილად გრაფინი იყო ნახატზე. ორი გრაფინი ძალიან მომეწონა. და ვთქვი, რომ აქ ავაშენებ მუსკომედიის თეატრს მეთქი და მათაც სამი სურვილი ჰქონდათ. და როდესაც ეს არქიტექტორს ზომებში მოვაღვანინე, რა თქმა უნდა, იქ იყო მოტყუებული და ეს იყო არა ნახაზი, არამედ ნახატი. მათი არქიტექტორები მე მგონი უფრო მხატვრები არიან, სხვა შენობებსაც თუ შეხედავთ. ერთია ფურცელზე და მეორე გამოდის რეალობაში. როდესაც რეალური ნახაზი ავაგეთ და რეალური ზომები მივანიჭეთ, ისაც დახატული იყო, რა თქმა უნდა, ეს საშინელება მივიღეთ, რასაც ხედავთ ახლა რიყეზე და მე ვარ თქვი ამ პროექტის განხორციელებაზე. მე ხვეწნენ ერთი კვირა, ორი კვირა, კატეგორიულად უთხრა, რომ ეს არ შეიძლება აშენდეს ძველ თბილისში. და ესე იყო დაახლოებით, მაგრამ ეს დაკითხვა რა ეს მე რა ვალდებულება მაქვს. მე შემეძლო მეშენებინა, შემეძლო არა მეშენებინა, ჩემინება იყო. მე აუხსენი მათ რომ არქიტექტორი ცრუობდა, პირველად ნახაზი იყო შეცდომით და არ იყო ზომებში მოცემული, არ იყო პროპორციები დაცული, პროპორციებში დაცული ნახაზი მე მათ გაუგზავნე და ვაჩვენე რომ ეს საშინელება გამოვიდოდა, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტი არაფერზე უკან არ იხევს, როგორც იცით, ესეთი ხასიათი აქვს მას და მან ამ შემთხვევაში უკან არ დაიხია და აი მიიღეთ ის. ძალიან